მოგესალმებით რადიომედის დღის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას. დღეს 12 ივნისია, მეხანძრე მაშველის პროფესიული დღე, სწორედ ამიტომაც ჩვენ სტუდიაში ამ პროფესიის წარმომადგენლებს მასპინძლობთ. სტუდიაში იმყოფება ბატონი შალვა გათენდაშვილი, რომელიც ქვემოქართლის საგანგებო სიტუაციების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორია და ქალბატონი ეთერ საბანაშვილი, რომელიც სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტს წარმოადგენს, სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორი. გამარჯობა. მადლობა სტუმრობისთვის. ეს პროფესია არ არის ასე ვთქვათ სტანდარტული და რაღაც კლასიკური ძალოვანი სტრუქტურა ეს არ არის და სადღაც სამოქალაქო სივრცესა და ძალოვან სტრუქტურებს შორის ისეთი სამსახურია, რომელიც განსაკუთრებული ღირებულებისა მოქალაქეებისთვის მშვიდობიან პერიოდში გართულებებიდან დაწყებული, რთულ კრიტიკული სიტუაციებით დასრულებული, რასაც კლასიკური გაგებით ალბათ საგანგებო მოცემულობა ქვია. მარტივი პროფესიის წარმომადგენლები არ ახართ და ბატონ შალვა პირველ რიგში ალბათ თქვენთან დავიწყებთ დიალოგს პირველ რიგში კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და გილოცავ და ვულოცავ თქვენი პროფესიის წარმომადგენლებს ამ დღეს და თქვენი ახმით ადამიანისა რომელიც უკვე ჩართული ამ საქმიანობაში ზანდებით ამ საქმის წარმომადგენელი რა არის ეს სამსახური თქვენთვის, რა ღირებულებისა და მნიშვნელობისა იგი თქვენი კოლეგებისთვის და რას ნიშნავს პროფესიული თვალსაზრისით მეხანძრე მაშველის დღე თქვენთვის. გამარჯობა, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ვუერთდები მეც და თქვენს მოლოცავს და მეც ჩემს კოლეგებს ყველას მივულოცავ დღევანდელ დღეს, მეხანძრე მაშველის დღეს. ეს დღე მართლაც მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის და სასიამოვნოა რომ ამდენი ადამიანის მოლოცვას ვიღებთ და კიდევ ერთხელ გვიდასტურებს მოსახლეობა ამ სიყვარულს, რომელსაც ჩვენს მიმართ გამოხატავენ ხოლმე. ეს სამსახური ჩემთვის გარდა სამსახურისა უკვე ოჯახიც არის, იმიტომ რომ 20 წელი არის რაც ამ სამსახურში მოვაწეობ უკვე, ეს ამ წელს 20 წელი სრულდება და აბსოლუტურად ყველაფერი მე ესე ვთქვათ მთელი ცხოვრება გავატარე ამ სამსახურში. პირველ რიგში ეს არის ადამიანების კოლექტივი, სადაც მამაცი ადამიანები არიან შეკრებილი, ადამიანები, რომლებსაც მოქალაქეების დახმარების წვრილი კლავთ და ყოველთვის გვერდში უდგანან მოსახლეობას და მე ვფიქრობ, რომ რა ვიცი, თითოეული ჩვენთაგანი ბედნიერი ვართ იმისათვის, რომ იმისთვის იქიდან გამომდინარე, რომ ბევრ ადამიანს ვეხმარებით, დავხმარები ვართ და მომავალშიც დავეხმარებით. რა ეს არის ყველაფერი ამ სამსახურში. გასაგებია. ქალბატონო ეთერ, თქვენი სამსახური თალსახად არის საზოგადოებისთვის და საზოგადოების ჩართულობა საჭიროების და კრიტიკულ შემთხვევაში ალბათ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. თქვენი შეფასებით როგორია საზოგადოების ის რომ 112 შესახებ ვიცით და ის რომ საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეები ვრეკავთ კარის ვერგაღებიდან დაწყებული არ ვიცი ყოფითი სირთულეებით დაწყებული სადაც თქვენი კომპეტენცია არის და ურთულესი მდგომარეობით ეს ცნობიერება არის, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში სამოქალაქო ჩართულობის ან ზოგადად მოქალაქეების მხრიდან ამ სამსახურის მნიშვნელობისა და შესაძლებლობის სრული ახმადობის თვალსაზრისით რა მოცემულობაში ვარ და ზოგადად სამოქალაქო და თქვენი სამსახურის სინქრონიზაციის თვალსაზრისით რა მექანიზმები, რა საშუალებები არსებობს, იმიტომ რომ ალბათ სასწავლო დაწესებულებებში ეს კიდევ ერთ-ერთი მიმართულება უნდა იყოს იმისთვის, რომ ზოგადი სამოქალაქო ახმის თვალსაზრისით უფრო მეტად იყოს აღქმული და მიღებული, გათვითცნობიერებული ეს შესაძლებლობა, რასაც ეს ამ პროფესიის ადამიანები გვთავაზობენ. გამარჯობა, მივესალმები რადიო იმედის მსმენელს და მაყურებელს. ვულოცავ მეხანძრე მაშველის პროფესიულ დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და განსაკუთრებულად მეხანძრე მაშველებს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, დავიწყებ სამოქალაქო უსაფრთხოების იდეით, ვინაიდან ეს იდეა თავის თავში მოიცავს ადამიანის სიცოცხლის და საზოგადოების გადარჩენის, ინფორმირების და დაცულობის იდეას. შესაბამისად, სამოქალაქო უსაფრთხოება წარმოადგენს სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სახანძრო სამაშველო საქმიანობასთან ერთად პრიორიტეტულ მიმართულებად წარმოაჩენს სამოქალაქო უსაფრთხოებას და შესაბამისად ეს განაპირობებს როგორც ეროვნული მედეგობის გაძლიერებას, ასევე ძლიერი საზოგადოების მიღებას. ჩვენი სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტი აქტიურად არის ჩართული
ცნობიერების ამაღლების კუთხით, რაც მნიშვნელოვანია საგანგებო სიტუაციებში მართვის ქცევების წესების ინფორმირებლობის გაზრდის მიზნით სწავლებებისა და სხვადასხვა აქტივობების ჩატარება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვაცნობთ ცნობიერების ამაღლების კუთხით, როგორც განათლების სექტორში, ისევე სხვადასხვა ორგანიზაციებში, საგანგებო მართვის 4-ვე ფაზის გათვალისწინებით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა, ეს არის პრევენცია, მზადყოფნა, რეაგირება და აღდგენა და ძალიან მოკლედ შევეხები თითოეულ ფაზას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია. პრევენციული ნაწილი ეს არის პოტენციურად იდენტიფიცირება საფრთხეების, პოტენციური საფრთხეების იდენტიფიცირება, ასევე კომპლექსური ანალიზი, რისკების შეფასება და შემდეგ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმა. მზადყოფნის ნაწილი გულისხმობს მართვის ორგანოების რესურსებისა და შესაძლებლობების მზაობას და ჩართულობას, ამავდროულად მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით სწავლებებისა და სიმულაციური ვარჯიშების დაგეგმას, რაც შეეხება რეაგირების ნაწილს, რა თქმა უნდა, ეს არის მორეაგირე ძალების რესურსებისა და შესაძლებლობების მზადყოფნის უზრუნველყოფა და აღდგენითი ღონისძიებების ნაწილი, რომელიც მოიცავს საგანგებო სიტუაციებით დაბდგარი მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელებას და რა თქმა უნდა მოსახლეობის დაზარალებული მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენას და პირველადი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციური ინფრასტრუქტურის აღდგენას. ეს რაც შეეხება იმ ძალიან კონკრეტულ საკითხებს, რომელსაც ჩვენ ინფორმირების მიზნით საზოგადოებას ვაწვდით და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ამ ნაწილში თქვენ ბრძანეთ თქვენს კითხვაში განათლების კუთხით ჩართულობა. ვინაიდან სამოქალაქო უსაფრთხოების კულტურა თვითონ ყალიბდება ამ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია საგანმანათლებლო სექტორი, საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახური რეგულარულად ახორციელებს ამ კუთხით სწავლებებს. როგორც სკოლებში, ასევე უნივერსიტეტებში და ასევე სკოლამდე ახსაზრდელებთან და ასევე აღსანიშნავია მათი ჩართულობა და მაღალი ინტერესი სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით. გასაგებია. ბატონ შალვა, ის რაზეც ახლა ქალბატონი ეთერი საუბრობდა, გასაგებია, რომ კიდევ ერთხელ გვიჩვენებს თქვენი სამსახურის კომპლექსურობას. და ასე 4 ხშირად დაყოფა თეორიულად ერთია და პრაქტიკული თვალსაზრისით რამხელა მოცულობითი საქმიანობა. მაგრამ ალბათ ყველა შემთხვევაში თქვენთვისაც პროფესიონალებისთვისაც მნიშვნელოვანია ბრჭყალებში საქმის გაადვილებასაც დაეხმარება ალბათ და მოცემულობა სხვა შექმნის, ალბათ როდესაც სამოქალაქო ცნობიერება სხვანაირია, მომზადება და მიღება აბსოლუტურად სხვანაირია. აგერ ქალბატონმა მახსენე რომ თქვენ ასევე სკოლებში სასწავლო სექტორთან გაქვთ კომუნიკაცია და გარკვეული ტრენინგებია. საინტერესოა როგორი მოცულობითია ეს ჩართულობა სასწავლო დაწესებულებებისა, დარწმუნებული ვარ, როდესაც პრაქტიკულ სწავლებამდე მიდის, ალბათ ინტერესი მაღალია და მოტყვა უფრო მოგიწევთ, ვიდრე მათ თხოვოთ გააქტიურდნენ. მოკლედ, აი ამ თვალსაზრისით რამდენად მაღალ დონეზე შეაფასებთ სინქრონიზაციას და როგორ ხედავთ საჭიროებას იმ თვალსაზრისით, რომ მხოლოდ თეორიული ნაწილი არ იყოს სამოქალაქო განათლებისა სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით. თქვენ კარგად აღნიშნეთ, რომ სინქრონიზაცია უმნიშვნელოვანესი არის და რაც ქალბატონმა ეთომ ისაუბრა, რომ ცნობიერების ამაღლება მოსახლეობაში ეს პირდაპირ პროპორციულია იმის, რომ ნაკლები საგანგებო სიტუაციები დადგეს ხოლმე ის, რაც ადამიანების მიერ არის გამოწვეული და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ვიმუშაოთ ამ ცნობიერების ამაღლების კუთხით, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება წლების წინ არ ვიყავით რაღაცა და დაბალ დონეზე იყო ეს სამოქალაქო ცნობიერება, მაგრამ დღესდღეობით ეს დეპარტამენტი და ჩვენი სამსახური მთლიანად იმდენ სამუშაოს გასწევს ამ კუთხით, რომ მოსახლეობა თვითონ ეს დაწესებულებები, რომელიც ეთომ აღნიშნა, რომ ეს იქნება სკოლა, უნივერსიტეტი თუ სკოლამდელი ახსაზრდელები, აბსოლუტურად ყველა ძალიან დიდ მზაობას გამოხატავს, ძალიან პოპულარული გახდა, ასე ვთქვათ, რომ თვითონ ბავშვებიც, პატარებიც რომ მოდიან ჩვენთან, ხან სახანძრო დანაყოფებში ვიზიტი არის, ხან ჩვენ ვივდივართ მათთან ამ სკოლებში იქნება თუ ბაღებში, ყველგან აბსოლუტურად რა ძალიან ბევრი კითხვები მოდის, ძალიან მე მინდა ვთქვა, რომ აი ეს სკოლამდელი თაობა, მე მგონი უფრო მზად არის, ვიდრე დიდი თაობა, იმიტომ რომ მათგან ძალიან ბევრი კითხვები მოდის,
ძალიან მოწადინებულები არიან და ჩვენი სამსახურიც მაქსიმუმს აკეთებს, რომ ეს არ იყოს რაღაცა უინტერესო შეხვედრა ან რაღაც რუტინული. საინტერესო გავხადოთ თუ თქვენთან მოდიან ბევრად უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებენ ხანძართან, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, კარტობაში თუ თამაში თუ ამ მანქანების დათვალიერებაში, რომ ალბათ უინტერესო მათთვის ძალიან რთულად იქნება. მნიშვნელოვანი არის და ჩვენც ყველანაირად ისეთი მოწადინებულები ვართ, იმიტომ რომ ვიცით ჩვენს თუნდაც რომ მათი ეს განათლება და ცნობიერების ამაღლება ჩვენ გვეხმარება მომავალში რომ ნაკლები სამუშაო გაწევა დაგჭირდეს თითოეულ ჩვენთან. ის ადამიანები, როდესაც კრიტიკული სიტუაცია, რაღაც ფიზიკური გონებრივთან ერთად რა თქმა უნდა, ფიზიკურ ძალას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აი ჩვენ ეთერს მიღმა საუბრობდით, რომ არის მოწყვლადი ჯგუფები, მაგალითად შუშემოპირები. აი ამ თვალსაზრისითაც რამდენადაც ვიცი, გარკვეული მიმართულება გაგაჩნიათ კონკრეტულად და ორივეს მაქვს ეს კითხვა, აი ამ კუთხით რა შესაძლებლობები გვაქვს და თუნდაც ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით რა პრაქტიკაა გაგვაჩნია. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან და სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებთან მიზნობრივი საინფორმაციო და პრაქტიკული ღონისძიებების დაგეგმვას, სამოქალაქო უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინება სავალდებულო კომპონენტი გახდა საგანგებო მართვის გეგმების შემუშავების პროცესში. საგანგებო გეგმები ვახსენე და აქვე აღვნიშნავ, რომ აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ასევე მუნიციპალიტეტებთან, რომლებიც საგანგებო მართვის გეგმის შემუშავების პროცესში არიან და მოგმართავენ და ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებთან, რომლებთანაც ჩვენი ყოველთვის არის რეკომენდაციები, მითითებები და ამავე დროს მონიტორინგი, რომ გათვალისწინებული იქნას სწორედ ამ მოწყვლადი ჯგუფების ინტერესები და მათი საჭიროებები. რაც გულისხმობს ბუნებრივია ადაპტირებული საევაკუაციო გზების მოწყობას, ალტერნატიული შეტყობინების სისტემების მონტაჟს და უზრუნველყოფას და ამავდროულად ინდივიდუალური მხარდაჭერის პროტოკოლების წინასწარ განსაზღვრას. სწორედ ამაში ვეხმარებით ჩვენს, როდესაც დგება ეს საკითხი და ასევე მინდა აღვნიშნო სამსახურის აქტიური ჩართულობა ამ კუთხით. ჩვენ ვატარებთ ასეთ სპეციალიზირებული საჭიროების მქონე სკოლებში სიმულაციურ სწავლებებს, ადაპტირებულ ევაკუაციის სავარჯიშოებს, რათა ვუზრუნველყოთ, რომ თანაბრად იყოს დაცული ხელმისაწვდომობა ყველა მოსწავლისთვის, ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის. როგორც უსაფრთხოების გარანტი. გასაგები. ანუ ამ შემთხვევაშიც თქვენს მიბრძანდებით. კი, აუცილებლად ეს კოორდინირებულად აუცილებლად ეს ხდება ხოლმე. ასევე დავამატებ იმასაც, რომ ჩვენ სასწავლო ცენტრში, სადაც მეხანძრე მაშველების გადამზადება მიმდინარეობს, აუცილებლად ეს მეხანძრე მაშველები, ვინც ახალმოსულები არიან და ასევე ძველი პროფესიონალები უკვე ყოველთვის გადიან სისტემატიურად სწავლებებს, რომ ეს სპეციალური საჭიროების მქონე მოქალაქეებთან და ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მუშაობის მიდგომები იყოს შესაბამისი, რომ როგორც ქალბატონო ეთომაღნიშნა, ეს ყველაფერი იყოს დაცული, თანაბრად იყოს ყველა ადამიანი, ესე ვთქვათ, დაცული ჩვენი მხრიდან და იყოს შესაბამისი ქცევები და გვასწავლიან სპეციალურად, ანუ ესე ვთქვათ, ამ ორგანიზაციებიდან, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ, მოდიან და გვასწავლიან ჩვენ როგორ შეიძლება მოვიქცეთ გასაგებების პროტოკოლის შესაბამისად, და თუ რამე სიახლეები არის ხოლმე, აუცილებლად ჩვენი სამსახურიც მაქსიმალურად ჩართულია, რომ ეს სიახლეები დავნერგოთ ჩვენ სამსახურში და შესაბამისად მიუდგეთ ყველა ადამიანს თანაბრად. გასაგებია. თქვენ ბატონო შალვა ახსენეთ, რომ ახლა ბევრად უკეთესი მდგომარეობა იგივე სამოქალაქო უსაფრთხოების აღქმის თვალსაზრისით და ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს თალსახად და ვერ შეეძრება იმ ეპოქას, როდესაც იგივე სახანძრო სამსახურის დაწესებულებაში სიმბოლურად თუ იდგა რაღაც მანქანა და საერთოდ სხვა მოცემულობაში ვართ. თქვენი პროფესია ძალიან ფართოდ მოიცავს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებსაც, ხო? და უბრალოდ დიდი სახანძრო მანქანა და ახალი თანამედროვე სახანძრო მანქანა ეს ისაა, რასაც ჩვენ ვიზუალურად ვხედავთ, თორე ძალიან ბევრი საჭიროებაა, როდესაც ტექნოლოგიურ გამოყენებას და ამის სწორადფლობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. კითხვა მიმყავს საით. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დარწმუნებული ვარ, თქვენ რაღაც საერთაშორისო სწავლებებშიც მიიღებთ მონაწილეობას, გექნებათ კომუნიკაცია უცხოელ კოლეგებთან, თქვენი აღქმით, ჩვენი შესაძლებლობა საერთაშორისო სტანდარტების პარამეტრებში
რა დონეზია, როგორი მოცემულობა გვაქვს, ასეთი კითხვა მექნება თქვენთან ბატონო შალახოლო შემდეგ ქალბატონო ეთერ თქვენთან მექნება კითხვა საერთაშორისო თანამშრომლობის როგორი ტიპის პრაქტიკა გაგვაჩნია და ჩვენი საკანონმდებლო ის მექანიზმი რაც მათ საქმიანობას ასე პროტოკოლს თუ ვალდებულებებს თუ რეგლამენტს გაწერს როგორია საერთაშორისო დონის თვალსაზრისით მოგახსენებთ მე წერანას ვთქვი რომ 20 წელი ამ სამსახურში მუშაობთ ხო და ანუ შემიძლია ანუ ამ ევოლუციაში მონაწილეობდით ქრონოლოგიურად გავყვე და მოვყვე თუ რა შესაძლებლობები ქონდა ადრე და რა შესაძლებლობები გვაქვს დღეს აი ძალიან დიდი სხვაობა არის თუნდაც რო ავიღოთ 5 წლის წინანდელთან შედარებით რა მდგომარეობა იყო დღესდღეობით დღეს ჩვენ ისეთ ეტაპზე ვართ და ისეთ საფეხურებს გავდივართ რომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ნამდვილად ევროპული და მსოფლიო დონის როგორც ტექნიკური შესაძლებლობები გვაქვს, ასევე მეხანძრემაშველებიც არასოდეს ჩამორჩებოდით არავის სოფლიოში, მაგრამ დღესდღეობით კიდევ დასტურდება ეს ყველაფერი იმითი, რომ მათთან ერთად გავლილი სწავლებების დროს ჩვენ ვამტკიცებთ ჩვენ შესაძლებლობებს და არავის არასოდეს არ ჩამოუვარდებით. რაც შეეხება თუნდაც სახანძრო ტექნიკა აღჭურვილობას, ძალიან დიდი სხვაობა არის, როგორც მოახსენეთ, განახლა ავტოპარკი იქნება ეს თუ მეხანძრემაშველის დაცვის საშუალებები, პირადი დაცვის საშუალებები, აბსოლუტურად ყველაფერი განახლებული არის და აქვე ვისარგებლებ, რომ ეს ყველაფერი დამსახურება არის ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროსი და პირადად მინისტრის, რომ ეს შესაძლებლობები განვითარდა და ესეთ ყურადღება ექცევა ჩვენ სამსახურს, რომ მეხანძრემაშველები უფრო მეტად დასრულები იყვნენ და საერთო ჯამში ეს ყველაფერი სამოქალაქო უსაფრთხოებას ემსახურება და მოქალაქეები იყვნენ უფრო ხარისხიანად დასრულები და მადლობა მინისტრს და სამინისტროს ამისათვის აქვე ვიტყვი რომ აი საერთაშორისო სწავლებებთან დაკავშირებით ჩვენ რამოდენიმე თვის წინ ჩავაბარეთ ესე ვთქვათ კლასიფიკაცია გავიარეთ გაეროს ეგიდით მოქმედი საერთო ეს სამძებო სამაშველო ჯგუფი არის ინსარაგი რომლის წევრებიც გავხდით ჩვენ და შეგვიძლია ვთქვათ თამამად რომ აი ხათან საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი აქტუალური არის და აი ჩვენ წინ მსოფლიო ჩემპიონატზე გავედით და მონაწილეები ვართ უკვე იმიტომ რომ გავხდით სრულფასოვანი წევრები ამ დიდი მსოფლიო ოჯახის კლასიფიცირებული გუნდების რომლებიც იყვნენ ამ ისარაგში გაერთიანებულები და მის დამადასტურებელი ეს წარწერა რომელიც მარჯვენა მკლავზე ძალიან ამაყობთ ამით იმიტომ რომ დიდი შრომა გაწია ჩვენმა სამსახურმა იმისათვის რომ ეს მიგვეღო და ანუ ეს კიდე მიუთითებს რომ ასე ვთქვათ საერთაშორისო სტანდარტების ფერხულში სრულფასოვნად ვარ ჩართული მოგახსენებთ აქვე ისე მოკლედ ვიტყვი რომ ეს გამოსთა რომ ჩაგვებარებინა და კლასიფიკაცია მიგვეღო ჩამოსულები იყვნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ბრიტანეთიდან ესპანეთიდან არ ვიცი თურქეთიდან ძალიან ბევრი ქვეყნიდან ძალიან ბევრი გამომცდელი და კლასიფიკატორი და ორგანიზაციის წარმომადგენლები დიახ უკვე გავლილი ვისაც აქვს ეს კლასიფიკაცია და მათ წინაშე ჩავაბარეთ ეს 36 საათიანი სწავლება უწყვეტი სწავლება სადაც მათი დასკვნა იყო ის რომ ეს სწავლებაზე არ ყოფილან არასდროს და ძალიან მომზადებულები და მოწადინებულები ვიყავით რომ ჩაგვებარებინა და შევძელით წარმატებით რომ ამ ოჯახის წევრები გამختارიყავით გასაგებია საქართველოს და საერთაშორისო სამართლებრივი რეალობა ამ კუთხით ჩვენთან როგორ არის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური რა თქმა უნდა აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან და ორგანიზაციებთან, რაც ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, როგორც ოპერატიული მზაობის გაძლიერებას და მზადყოფნას, ასევე თანამშრომლების და მეხანძრემაშველების კვალიფიკაციის ამაღლების უწყვეტ პროცესს. ასევე მეც სიამაყით მინდა აღვნიშნო ეს წარმატება ჩვენი სამსახურის საქმიანობისა, რომელიც ბატონმა შალვამ აღნიშნა, ეს ინსარაგის კლასიფიკაციის მიღება, რომელიც ჩვენი სამსახურის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო ურბანული სამძებრო სამაშველო ჩეველთა ჯგუფის ინსარაგის კლასიფიკაციის მიღება ეს არის ჩვენი სამსახურისთვის საერთაშორისო აღიარება მეხანძრემაშველების სტატუსის და გლობალური ელიტარული სამაშველო ქსელის ოფიციალური წევრობა და აი ამ განსაკუთრებული წარმატებისთვის მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მხარდაჭერისა და შეუფასებელი წვლილისთვის. გასაგებია. დღეს ჩვენ საუბრობთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე და ეს დღე ალბათ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ
მეტი აქცენტი გაკეთეს ამაზე და საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცეს ეს მოცემულობა. თქვენ ბრძანეთ რომ თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილში კომუნიკაცია და სწავლებები თქვენს ცენტრში თუნდაც მიმდინარეობს და თქვენს მიდიხართ იქ მოზარდებთან და სკოლაში. დარწმუნებული ვარ ის ბავშვები, იმ ბავშვების უმეტესობა რომლებიც მოდიან და ადგილზე ნახულობენ თქვენს ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობას, ტექნიკას და ასე შემდეგ, რაღაცა პერიოდი მეხანძრე მაშველი აი ამ პროფესიაზე იოცნებებს, ხო? აი კითხვა მიყვავს საით დღეს როგორი მოცემულობა თქვენ 20 წელი ახსენეთ 20 წელი ხო ჩვენ ირიბად კუთხიდან და თქვენ შიგნიდან უყურებდით რა როგორი იცვლებოდა ხო და ახლა ეს ყველაფერი მით უმეტეს მინიმუმ ქალაქში სახანძრო სამსახურს რო ჩაული ამ ევოლუციის შედეგები რაღაც უკეთესად ჩანსხება და ძალიან სასიამოვნოა როცა აკვირდები მზაობის დონეს და იმ მოწესრიგებულობას, რომელიც სისტემური თვალსაზრისით არსებობს, რომ საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ წამს მზარის და გამოძახების შემთხვევაში ოპერატიულად მოხდეს გასვლა. მე მაგალითად საბურთალოს ქუჩაზე ყოველდღე რო ვაკვირდები, ძალიან სასიამოვნოდ ჩანს ეს ყველაფერი. მით უმეტეს არის ძველი ინფრასტრუქტურა, ახალი შესაძლებლობა და ეს ყველაფრის სიმბიოზი, რომელიც ეფექტიანობას მოგცემს, ალბათ ყველაზე მთავარია. მოკლედ, კითხვა მიყვავს საით. თაობათა ცვლა ეს გარდაუვალი პროცესია. რამდენად მაღალია ინტერესი, როგორია მოცემულობა ამ ახალგაზრდებთან, როცა გაქვთ კომუნიკაცია, რაც გრძნობთ მათთან და საერთოდ გიტოვებთ რამდენიმე წუთს თქვენი პროფესიის ადამიანებს და მოქალაქეებს თქვენ თუ ისურვებთ და რამის ეტყვით. კი, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ეს ბავშვები ნამდვილად ძალიან დიდ სურვილს გამოხატავენ, რომ გავიზრდები, რა უნდა გამოვიდე, სხვათა შორის მოაქვთ ხოლმე თავიანთი ნახატები და თვითონ არიან ხოლმე ჩაცმულები ამ ნახატებში, როგორც ნამდვილი მეხანძრე მაშველები და გვიწერენ, რომ მათი ოცნება არის, რომ გამოვიდნენ მეხანძრე მაშველები და მათ შორის მეც ესე ვიყავი პატარაობიდან მინდოდა და ეს სისრულეში მოვიყვანე, ასე ვთქვათ და ამდენი წელია თქვენ სხვა რწყა უყვანი ხართ სკოლიდან სახანძროში თუ ეგეთი ოჯახს ქონა გავლენა და ამ ოჯახში რო ხედავდი მეც სურვილი მქონდა რომ გამختارიყავი მაშველი და რაც შეეხება თაობათა ცვლას, რა თქმა უნდა ეს უძლებელია რომ ესე არ მოხდეს, მაგრამ არის შემოდინება სამსახურში ახალგაზრდა თაობების, რომლებიც მოდიან ჩვენ სამსახურში და აქვე კიდევ ერთხელ თქვენი ეთერით ვისარგებლებ და დავპატიჟებ ყველა მამაც ადამიანს რომ მოგზადდნენ, დანარჩენს ჩვენ ვიზავთ, შეგასწავლით, გულით, სულით და ისე შეგაყვარებთ ამ სამსახურს, როგორც ჩვენ გვიყვარს და მოგზანდით, ძალიან მაგარი სამსახურია, დიდი ოჯახი ვართ, ასე ვთქვათ და სწავლებას შეეხება, წეგანაც აღნიშნე მე რომ სასწავლო ცენტრი გვაქვს ძალიან კარგი, სადაც ძალიან პროფესიონალი ინსტრუქტორები გადაამზადებენ ამ მეხანძრე მაშველებს და მე უკვე ჩვენც მათთან ერთად შევძლებთ დავეხმაროთ მოქალაქეებს და რა ვიცი, ძალიან მართლა დიდი სიამაყე არის რომ ამ სამსახურის ეს ვთქვათ რიგითი წევრები ვართ, თითოეული ჩვენთაგანი მე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მეხანძრე მაშველს მათი გაწეული სამსახურისთვის ამ პერიოდში, რასაც ისინი აკეთებენ, ეხლა ჩვენ აქ ვსაუბრობთ, მაგრამ ის დანაყოფები რომლებიც დღეს სულაში არიან, მუშაობენ, აეხმარებიან ადამიანებს და წარმატებები მინდა უსურვო, მშვიდობიანი მორიგეობები მინდა უსურვო და მშვიდობით სახლში დაბრუნება. თქვენ შემთხვევაში დასვენების დღე ასეთი ცნება ნაკლებად არსებობს. გისმენთ ხალხთან თუ რამის. კიდევ ერთხელ აღნიშნავ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლების კუთხით ძალიან წინ გადადგმულ ნაბიჯებს, ვინაიდან ეს არის საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა, ეს არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი, ვინაიდან კატასტროფის დადგომის დროს სწორედ პირველი რამდენიმე წუთი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ადამიანის სიცოცხლისთვის. სწორედ ამიტომ ეს უკავშირიც განათლების სექტორიდან და არა მარტო და მათი მაღალი ინტერესი სწორედ მე ვფიქრობ ამაზე დგას უსაფრთხო მომავალიც და ამ თანამშრომლობაზე, რომელიც არის სამოქალაქო უსაფრთხოების მაღალი შეგნება და უსაფრთხო გარემო. ზოგადად. აქვე მეც ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მივულოცავ მეხანძრე მაშველის პროფესიულ დღეს ყველა თანამშრომლსა და განსაკუთრებით ჩვენს გმირ მეხანძრე მაშველებს და მადლობას გადავუხდი მათ ამ თავდადებისთვის, ერთგულებისთვის, პროფესიონალიზმისთვის. კი ბატონო. მშვიდობიანობის დროს ამ ყველაფერზე საუბარი ადვილია, მაგრამ ალბათ აი ამ სწავლების ცნობიერების ამაღლება, რაზეც ჩვენ საუბრობთ, სამოქალაქო ახმადობის თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია
ეს მინიმალური ცოდნა კრიტიკული სიტუაციების დროს და ეს მინიმალური ცოდნა მინიმუმ იმაში მაინც დრო დაგვეხმაროს, რომ თქვენ ახსენეთ ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი წუთები და მაშინ პანიკამ რო არ მოგიწევს პირიქით ორი სწორი ნაბიჯი გადადგა და სწორი ქმედება გააკეთოს, შემდეგ უკვე რეაგირების თვალსაზრისით შეიძლება თქვენთვის ეს საქმე საადვილებდეს და ეს ისეთი პროფესიაა, რომელიც დავალებაზე გასვლის შემდეგ იმავე რაოდენობით დაბრუნდებიან თუ არა უკან თქვენი სამსახურის წარმომადგენლები, ესეც საკითხავია, ეს არ არის ზემსუბუქი საქმიანობა. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. გილოცავთ ამ პროფესიულ დღეს და რადიო იმედის მსმენელს შევახსენებ, რომ ჩვენ მეხანძრე მაშვილის პროფესიულ დღეს გამოვეხმაურეთ. ამაზე სასაუბროდ რადიო იმედის სტუდიაში სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორებს ქალბატონ ეთერ საბანაშვილს და ბატონ შალვა გათრინდაშვილს მასპინძლობთ. მათთან ჩვენი დიალოგი რადიო იმედის Facebook გვერდზე აიტვირთება.